კოტე ყვითელსაც ყოფრად ხედავ? ხო, ყვითელს ცისფრად. ფაქტურად ყველაფერი რაც არის რა, ეგრეთ წოდებულ ცვეტავე კრუგში. ყველას ხედავ მის საპირისპირო ფრად. თურმე. შენ გაინტერესებს ალბათ რა ფრად ხედავ ახლა. შენთვის ცისფრა. პირადად შენთვის. თუ რა თქმა უნდა შენც არ ახარ თვითონ დალტონიკი. თუ ძალიან ბევრმა არც იცის მართლა. მე რო კითხულობდი წიგნებს თვითონ დალტონმა ვინც აღმოჩინა სრულად შემთხვევით აღმოჩინა რომ თვითონ არის დალტონიკი. ასე ვთქვა. პირველად მოხდა გამოცდებს რო ვაპირებდი ჩამებარებიდან აკადემიაში. იმან რა ქვია ექიმმა არ მოგცემო ცნობას. ხო და მეთქი მაყუთი უნდა. ხო და იეცი და მომცა ეს ცნობა. მე მეორე ტრავაზე დამჭირდა. იქაც იგივე რომ მითხეს მე უკვე მაშინ ეჭვი შემაპარა და მე ჩემ მეგობარს მოსკენ. კავესინჩი. იმან მითხრა მართლა ისახარო დალტონიკია. მე დავიწყე მაგის ისა. გარკვევა რა. დაინტერესება პრინციპში ციგნები, რაღაცები ისა ეს. აღმოჩნდა რომ ახლა ერებში ცოტა არეული მაქვს რაღაცები. კერძოდ ის რომ არეული მაქვს ფერების აღქმა რა, ცოტა ძნელი არის. თქვენთვის მაგის გარია, იმიტომ რომ მე თვითონაც ძლივს გავერჩინე რა. მეკითხებია რა თქვა და ეს ფოტოლი წითელია თუ მწვანე პრინციპში მეც ვერ გავიგე რა ალბათ იმიტომ რომ მე მწვანეს კი ვეძახი მაგრამ ხედავ წითლად ასე თქვა ობიექტურად რა მაგრამ ჩემი სიმართლისთვის აი ჩემი სინამდვილისთვის ეს არის იმინა მწვანე ის კი არ არის რომელსაც თქვა ვეძახით წითელს აი ცოტა გაუგებარი კალამბურის მაგვარი რაღაც გამოდის როგორც სიტყვებში ასევე მე მგონი თავისთავად ფაქტში. ელი საქმე იმაშია რომ პრინციპში მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს მაგას რა. არც ჩემთვის და არც არავისთვის. მაგრამ თავისთავად ეს ფაქტი ის არის, საინტერესო არის იმ თვალსაზრისით რომ თვითონ მეც ყოველთვის მაინტერესებს რა თქვა როგორ ხედავთ თქვენ ახტა უმრავლესობა ვინც ითვლება რომ ნორმალურად ხედავს რა პრინციპში მე გავარკვიე თეორიულად აი პრაქტიკულად ეხლა ვცდილობ ამის გარკვევას ამ ნამუშევრის საშუალებით იმიტომ რომ ამ ნამუშევრს რო ხედავთ ხო ერთი არის ჩვეულებრივი რომელიც ჩემთვისაც ჩვეულებრივია პრინციპში, იმიტომ რომ მე ვიცი რომ აი მაგ ფერი არის რა, რა ფერიც აფერსაც ხედავ, მოკლედ იმ ფერს ხატავ. არა, სინამდვილეში, თქვა და ის შენი თვალი რო ჩამიდგა მე. დავინახავ აი ესე, მაგრამ შესაბამისად შენ რო ჩაგიდგა ჩემი თვალი, შენც ესე დაინახავ, ესე იგი არასწორად რა. და აი ეს მეორე ნამუშევარი სწორედ მაგას წარმოადგენს. როგორ დავინახავდი მე შენი თვალით, შენ ჩემი თვალით. მაგრამ საბოლოო ჯამში პრინციპში ეს არის საშუალება ჩვენი კომუნიკაციის, რა ჩვენი დაკავშირების, რომ
მე წარმოვიდგინო თქვენ როგორ ხედავთ უმრავლესობას ხალხისა, ხო? და ამავე დროს თვითონ იგივე ეს ნამუშევარია, რომ უმრავლესობამ დაინახოს როგორ ხედავთ. Ради ты шушаться. Да. А я вас вакуте петно шуша. Папиреп. ава შე რას ხედავ აქ? ცხრიანს. აკა? ისა? და? 13. ო. შედის ახლა ნორმალური ყოფა. მე აქ ხედავ 5-იანს. აი? ეს. აქ ხედავ 6. ვერ ხედავ 6? მე. ო, მე 6 ხედავ. ხედავ. აქ ყველა ეს აბულა არის რა? სპეციალურად შექმნილი ზოგი დალტონიკისთვის, ზოგი ნორმალური ადამიანისთვის და მინდა რომ აი შუშები ამ ტილოს წინ იყოს რა. საკმაოდ დიდ მანძილზე რაც ბარიერს რო ქმნის. კითხეთ. რა კითხე? მაშინ მე ვიტყვი. კარგი. გამოფენის იდეა საიდან გამოფენის რა არის? ნამუშევრის იდეა საიდან დაიბადა? მე და ჩემი მეგობარი ვაკეთებდით პროექტს, რაღაცას რომელიც უნდა ყოფილიყო რესპუბლიკის მაიდანზე შახტაში. ლიფტი არის შახტა, გამჭირვალე შუშის კედლები თუ რა დავარქვა. და ეს იყო მოძრავი ეს ლიფტი. რომელზეც აფინანსებდა პროექტს აფინანსებდა აღორძინების კავშირი ასრულებაში. და ნუ იდეა იქნება დამებადა რომ ეს თალის რა თქმა უნდა იქნებოდა გაფორმული გამოფენის ტერიტორიაზე სულ ასლანის საფიშები და ეს. და იდეაც მაგიდან წამოვიდა რომ ეს ყველაფერი გადატვირთული ეს სიტუაცია ამ აფიშების
და შიგნით შახტაში იქნებოდა ჩემი დიდი, ძალიან დიდი სარეკლამო შიტი, ну ასე ვთქვათ რა. ბევრად დიდი იმათ აფიშებს. ანუ ეგეთი ის იყო რა კონტრასტი. მოაგი იყო რა. შორის ეს გალსტუკი ბატონმა ვალერიას shake. ვარვარიძის შესახებ იცით რამე? ასე დეპუტატის შესახებ. არ გამიგია. გია ბარამიძე მოვდა ჩვენთან იყო ანგარიში ჩაგვაბარა, შეკვირდა დახმარება მომავლისთვის. Нет. Нет. არ ვიცი. არავით არის არაფერი. არა. არ არის მე.
არ მსმენია, ნაზარეთის რაიონში კი მსმენია, რომ და დიდუბის რაიონში ეს ომერ რაიონია. დიდუბის რაიონში ეს არ მსმენია. არ მსმენია. ტელევიზორში არ გამოსულა. ირაკლი ვარვარიძესაც იცნობთ? როგორ არ ვიცნობ. მისცემდით ხმას? ნუ მივცემ, მაგრამ ეხლა ვერ მოგცემთ პირობას, მე უფრო სხვა მინდა შევარ. ესეთ ადგილას დაკიდა და ესეთ კედელზე როლარი გავითიშე და სახში მაინც აქვს ეს რაღაცა წარდგენის მომენტი რა კაცში ხარ ვურთოს კაცში საუბარიც იყო კაცში სკოლის მერე დაფასდა რომ გამომიძახებდნენ სულ მქონდა ეს რა კოშმარი რომ მიყურებდა ოსდარვა ესა რა მოსწავლე თავის პედაგოგი კამერა ამბობს სამი ხართ თქვენ და პლუს კამერა 20 არის გადაყრილი ტელევიზორების ძველი ის იყო რა ტელე და ნუ რაღაც სამუშაო მქონდა ერთი წლის წინ და ესეთი საათები მქონდა რომ არ შემეძლო ნუ თქვა მქონდა თავისუფალი დრო არ მქონდა ნუ რაღაც ტილო თუ რაღაცა